მოგესალმებით. ევროკავშირის წევრ ქვეყნებს შორის რუსეთის საკითხი, ისევე როგორც უკრაინაში მიმდინარე ომი, სულ უფრო მეტ წინააღმდეგობასა და დაპირისპირებას იწვევს. თუკი 4 წლის წინ ევროკრატებში ერთიანობა შეიმჩნეოდა, რაცაც ხელს მაშინდელი შტატების პრეზიდენტის ბაიდენის ადმინისტრაციას უწყობდა, დღეს ვითარება შეცვლილია. დღეს ევროკავშირში არ არსებობს მკაფიო პოზიცია იმაზე, საქმეზე რომ მიდგეს, მოლაპარაკება ვინ უნდა აწარმოოს და ბლოკი ვინ უნდა წარმოადგინოს რუსეთთან მოლაპარაკებების მაგიდასთან. ძნელი სათქმელია, როგორ აქვს წარმოდგენილი ბრიუსელის ბიუროკრატიას ომის დასასრული უკრაინაში. ევროკრატებში არიან და იყვნენ ისეთები, ვინც მაქსიმალურ რადიკალიზმს იჩენდნენ და რუსეთთან არათუ მოლაპარაკება საუბარიც კი მიუღებლად მიაჩნდათ. ასევე არიან ისეთებიც, ვისთვისაც ასეთი პოზიცია სრულიად გაუგებარი და მიუღებელია. თუმცა ეს ეხება ევროკავშირის წევრი ქვეყნების მიდგომებს. რაც შეეხება თავად ბრიუსელსა და ბრიუსელის ბიუროკრატიას, აქ მკაფიო პოზიციები არ აქვთ. ერთი მხრივ არის ევროკომისია და ურსულა ფონ დერ ლაიენი, რომელიც საფრანგეთის, გერმანიისა და დიდი ბრიტანეთის ლიდერებთან ერთად მაქსიმალურ რადიკალიზმს იჩენს და მეორე მხრივ არის ევროპული საბჭო. და როგორი უცნაურიც არ უნდა იყოს, ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა ანტონიუ კოშტამ სცადა მოსკოვთან არა მოლაპარაკება, არამედ გარკვეულ საკითხებზე საუბრის დაწყება. ამ მცდელობას კი კოშტას დემონიზაცია და შემდეგ მისივე რადიკალიზაცია მოჰყვა. ევროკავშირის დასუსტებისა და მის სუვერენიტეტთან ბრძოლის Deep State-ის პროექტი არსად არ წასულა. პროექტის შემსრულებლები კი, როგორც ჩანს, სწორედ იმ ქვეყნების ლიდერები არიან, რომელთაც დაბალი პირადი რეიტინგისა და მხარდაჭერის გარდა დასაკარგი არაფერი აქვთ. ალბათ ამიტომ არის, რომ გადამდგარი პრემიერი სტარმერი, ისევე როგორც მერცი და მაკრონი, მაქსიმალურად პოზიციონირებენ იმ გადმოსახედიდან, რომელიც ომის დაწყების დროს გაჟღერდა და რაც რუსეთის სტრატეგიულ დასუსტებას გულისხმობს. ეს კი უკრაინის მუდმივი მხარდაჭერისა და ფინანსური დახმარებების გარეშე ვერ მოხდება. საყურადღებოა ის ფაქტიც, რომ მოლდოვასა და უკრაინას კი გაუხსნეს მოლაპარაკებების პირველი კლასტერი, მაგრამ მაშინვე დაიწყო შეფერხებები და მიზეზი ისევ უნგრეთის პოზიციაა. რჩება ისეთი შთაბეჭდილება, რომ ბრიუსელის ბიუროკრატიას პოლიტიკური ქულების დაწერა სურდა ამ ნაბიჯით. უკრაინასა და მოლდოვას კი დიდი ალბათობით მოუწევთ რიგში ლოდინი. მთლიანობაში მიუხედავად ბრიუსელის ბიუროკრატიის მცდელობისა რუსეთთან მიმართებით კონსოლიდაცია არსებობდეს, მაინც არ გამოდის ამის ბოლომდე მიღწევა და დახურულ კარს მიღმა ყოველთვის დაპირისპირება ხდება ევროკავშირის ლიდერებს შორის. ძნელი სათქმელია, რა და როგორ უსაყვედურეს კოშტას, მაგრამ შეხვედრის შემდეგ მაკრონისა და კოშტას განცხადებები თითქმის იდენტური იყო. ევროკავშირი რუსეთ-უკრაინის ომში ვერ იქნება ნეიტრალური და ვერ იქნება შუამავალი. სწორედ აქ იბადება მთავარი შეკითხვა. თუკი ომში ევროკავშირი მხარე არ არის, მაშინ რატომ არ შეუძლიათ იყვნენ შუამავლები? და მეორე მხრივ, თუკი ბრიუსელის ბიუროკრატიას არ სურს შუამავლობა რუსეთსა და უკრაინას შორის, მაშინ ხომ მხარე ხდებიან? გიორგი მდივანის სიუჟეტში ნახავთ, რატომ არ აქვთ ერთიანი პოზიცია რუსეთ-უკრაინის ომზე ევროკავშირში. როდესაც ვიქტორ ორბანის პარტია უნგრეთის ბოლო საპარლამენტო არჩევნებზე დამარცხდა, ბევრ ევროცენტრის ლიბერალს ყალბი მოლოდინი შეექმნა იმის თაობაზე, რომ ევროკავშირის სამიტებზე ამიერიდან სრული იდილია და ჰარმონია დაისადგურებდა. მაგრამ ეს მოლოდინი ხანმოკლე აღმოჩნდა. როგორც სხვადასხვა დასავლურმა მედია საშუალებებმა გვამცნეს, უნგრეთის ახალი პრემიერ-მინისტრი პეტერ მადიარი უკრაინის ევროკავშირში წევრობას დიდი ენთუზიაზმით არ უყურებს. პოლიტიკომ ამ თემას სპეციალური სტატიაც კი მიუძღვნა. ორ ევროპელ დიპლომატზე დაყრდნობით გამოცემა იუწყება, რომ უნგრეთმა საკვანძო ეტაპი გადადო, რაც უკრაინის და მოლდოვის წევრობასთან დაკავშირებულ პროცედურებს შეეხება. უნგრეთი ერთადერთი სახელმწიფო გამოდგა ევროკავშირის 27 ქვეყანას შორის, ვინც ევროპულ საბჭოში წერილი არ გააგზავნა, სადაც ევროკავშირის ერთიანი პოზიცია იქნებოდა ჩამოყალიბებული უკრაინის და მოლდოვის წევრობასთან დაკავშირებით. უნგრეთს და უკრაინას დიდი ხნის უთანხმოება აქვთ, უნგრული უმცირესობის უფლებებთან დაკავშირებით, რაც ზელენსკის რეჟიმის პირობებში კიდევ უფრო გამძაფრდა. საკარპატიაში 150,000-მდე ეთნიკური უნგრელი ცხოვრობს. მათ კი ბოლო წლების განმავლობაში უნგრულად სკოლებში სწავლების და განათლების მიღების საშუალება შეუზღუდეს. ეს პოლიტიკური დაპირისპირება ცდებოდა ორბანის პერსონას. უნგრეთის ახალი პრემიერი პეტერ მადიარიც უნგრელების უფლებების მოგვარებას ითხოვდა ოფიციალური კიევისგან. მას რომ ფორმალური თანხმობა მიეცა უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებების დაწყების პროცესისთვის. მინდა გითხრათ, რომ ძალიან გვიხარია უკრაინასთან ისტორიული გარღვევის მიღწევა. ჩვენ მოვახერხეთ გარღვევა კარპატებში მცხოვრები უნგრული უმცირესობებისთვის ენის გამოყენების,
კულტურულ, პოლიტიკურ და საგანმანათლებლო უფლებების საკითხებში. ეს საშუალებას გვაძლევს წინასწარ ვთქვათ, რომ ეს ხელს შეუწყობს მოლაპარაკებების პირველი კლასტერის გახსნას უკრაინის გაწევრიანებისთვის. ამის შემდეგ უკვე მადიარი უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებების პირველი კლასტერის გახსნის წინააღმდეგ აღარ გამოსულა, მაგრამ მისი მთავრობა კატეგორიულად წინააღმდეგი იყო რაც შეიძლება სწრაფად ფორმულირებისა უკრაინასთან მიმართებაში. ამიტომაც ეს სიტყვათა წყობა უნგრეთის დაჟინებული მოთხოვნით ევროკავშირმა ყველა დოკუმენტიდან ამოიღო. ჩვენ მხარს უჭერთ დამსახურებაზე და შესრულებაზე დაფუძნებულ გაწევრიანებას. პროცესის გარდა, როგორც ადრე ვთქვი, არ შეიძლება არსებობდეს გაწევრიანების ორი ტიპის პროცედურა. არ შეიძლება ამის გაკეთება დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნებთან, რომლებიც უკვე მრავალი წელია მუშაობენ ხელშეკრულებებში თავების გახსნასა და დახურვაზე. ეს სხვა სახელმწიფოებს სხვადასხვა სახის გაწევრიანებისა და გაფართოების პროცესში ჩართავს. ეს არ იქნება გულწრფელი, არ იქნება პრაგმატული და ძალიან ცუდი სიგნალი იქნება ბალკანეთის ქვეყნებისთვის. მე მჯერა, რომ სადაც არის შედეგები, ისინი უნდა იქნას აღიარებული ევროკავშირის მიერ. ასევე დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნების ინტერესებშია უფრო სწრაფად გახდნენ ევროკავშირის წევრები. 18-19 ივნისს ბრიუსელში ევროპული საბჭოს სამიტი გაიმართა, რომლის დიდი ნაწილიც უკრაინის საკითხს, კერძოდ კი მის თეორიულ გაწევრიანებას მიეწუნა ევროკავშირში. ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი საკმაოდ ხანგრძლივი და ბიუროკრატიულად ზედმეტად დახუნძურული პროცესია. ამ ხელა მსხვერპლშეწირვის შემდეგ უკრაინას ჯერჯერობით 6 შესაძლო კლასტერიდან მხოლოდ ერთი გაუხსნეს. 6-ვე რომც გაეხსნათ რადიკალურად ვერც ეს შეცვლიდა სურათს, მაგრამ იმის ღირსედაც არ ჩათვალეს ომში მყოფი უკრაინა. პრეზიდენტ ზელენსკის მივულოცა პირველი კლასტერის გახსნა ეს მნიშვნელოვანი ეტაპია. ახლა ჩვენი მიზანია ზაფხულამდე მეტი კლასტერის გახსნა. ასევე შევთანხმდით რუსეთის სანქციების გაგრძელებაზე და რაც მთავარია, ამჯერად 12 თვით. ჩვეულებრივ ისინი 6 თვის ხანგრძლივობითაა. ეს ორი მოვლენა ძალიან ძლიერი გზავნილებია. ჩვენ ვაგრძელებთ მუშაობას სანქციების 21 პაკეტის დასასრულებლად. ეს საკმაოდ მკაცრი ზომებია, რომლებიც რუსეთზე ზეწოლას გააგრძელებენ. ამავდროულად მოლაპარაკებების დაწყებისთვის უნდა მოვემზადოთ. თუ დიდი ხნის მანძილზე უკრაინა და მოლდოვა ერთმანეთზე გადაჯაჭვულები იყვნენ და ევროკავშირში საკუთარ მომავალს ერთად განიხილავდნენ, ახლა უკვე ეს პროცესი ცალ-ცალკე წარიმართება. შეიძლება იმიტომ, რომ უკრაინა მძიმე პაციენტია და მისი ყველაზე გულმხურვალი მხარდამჭერებიც კი ხვდებიან, რომ ევროგაერთიანებაში სერიოზულად არავინ არ განიხილავს უკრაინის გაწევრიანებას და კლასტერის გახსნა იქნება თუ ნებისმიერი სხვა ფორმალური პროცედურა. ეს უბრალოდ ომში მყოფი ქვეყნისთვის გადაგდებული საკენკია და სხვა არაფერი. უნგრეთის პრინციპული პოზიციის გამო უკრაინას ზაფხულის ბოლომდე მხოლოდ 2 კლასტერს გაუხსნიან და არა 5-ს. როგორც თავიდან იყო დაგეგმილი. ეს სამართლიანია, რადგანაც ბალკანეთის ქვეყნებს ზუსტად ასე უხსნიდნენ ახალ კლასტერებს, მას შემდეგ რაც წინას დახურავდნენ ან ძირითად ნაწილს შეასრულებდნენ. მით უმეტეს პირველი კლასტერი ისეთ რეფორმებს მოიცავს, როგორიცაა სასამართლო სისტემა, კანონის უზენაესობა და დემოკრატიული ინსტიტუტების ფუნქციონირება. ამ მიმართულებით კი უკრაინას ძალიან ცუდად აქვს საქმე. ქვეყანაში პოლიტიკური მართლმსაჯულება მოქმედებს და ზელენსკის რეჟიმს ავტოკრატია აქვს დამყარებული. ორიოდ სიტყვით მაყურებელს აუხსნათ თუ როგორ მიმდინარეობს ევროკავშირთან ქვეყნების დაახლოების და ინტეგრაციის პროცესი. ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებები სტრუქტურირებულია 35 თავის გარშემო, რომლებიც დაჯგუფებულია 6 ძირითად კლასტერში, რაც ევროკავშირის კანონმდებლობასთან სრულ ჰარმონიზაციას გულისხმობს. ეს საკმაოდ რთული პროცესია, იმიტომ რომ თითოეული თავი ჯერ მოქმედებაში უნდა ჩაუშვან, შეაჯერონ და შემდეგ დახურონ, თუ კანდიდატი ევროკავშირის მოთხოვნებს შეასრულებს და სტანდარტებს დააკმაყოფილებს. სტანდარტის დაკმაყოფილება მარტივიანით საკუთარი სუვერენული კანონმდებლობის ჩანაცვლებას ნიშნავს ბრიუსელის ევრობიუროკრატების მიერ მიღებული ნორმებით და კანონებით. ამიტომაც ბევრი ევროსკეპტიკოსი სამართლიანად ამას ქვეყნების სუვერენიტეტის გადაბარებას უწოდებს ბრიუსელის დანიშნული ჩინოვნიკებისთვის. ალბანეთი, ბოსნია და ჰერცეგოვინა, საქართველო, მოლდოვა, მონტენეგრო, ჩრდილოეთ მაკედონია, სერბეთი, თურქეთი და უკრაინა. იმ ქვეყნების ჩამონათვალია, ვისაც ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი გააჩნია. ამ ქვეყნებიდან მონტენეგროს მოლაპარაკებების 35 თავიდან 32 აქვს გახსნილი და 7 დახურული. ალბანეთი შემდეგია, მაგრამ ეს ქვეყნებიც კი ძალიან შორს არიან ევროკავშირის მხრიდან რაიმე დეტალური ინფორმაციის გაჟღერებისგან, მათი პოტენციური გაწევრიანების შესახებ. მათთან შედარებით კი უკრაინის და მოლდოვას დუეტი აუთსაიდერებად გამოიყურებიან. ბრიუსელში ჩატარებულ სამიტს ერთი უხერხულობა გასდევდა ფონად. ევროდედაქალაქს თალიბები ეწვივნენ ევრობიუროკრატებთან მიგრაციაზე სასაუბროდ. ამან ისედაც დაძაბულ და აღელვებულ ევროპელებში დიდი ბრაზი გამოიწვია. ევროინსტიტუტებთან უფლებადამცველებმა ბანერები აღმართეს და ბრიუსელის საგარეო პოლიტიკის თავისებურებანი საჯაროდ დაგმეს. ისე მართლა უხერხულია, როდესაც ერთის მხრივ რუსეთთან მოლაპარაკებებს აფერხებ და მეორეს მხრივ თალიბანს ოფიციალურად ხვდები. ცოტა არათანმიმდევრულია, მაგრამ Deep State-ის მიერ მართულ ევრომარიონეტებს თანმიმდევრულობა და რაციონალიზმი რომ არ მოეკითხება, ჩვენმა მაყურებელმა უკვე კარგად იცის. Human Rights Watch-მა მკაცრად გაკიცხა ევროკავშირის ორ პირობა.
ევროკავშირის ქვეყნები საკუთარ რეპუტაციას ზიანს აყენებენ, როდესაც ერთის მხრივ თალიბების დანაშაულს გმობენ, მეორეს მხრივ კი მათთან თანამშრომლობენ მიგრანტების იძულებითი დაბრუნების საკითხში. იმის გარდა, რომ უკრაინას პირველი კლასტერი გაუხსნეს, მნიშვნელოვანი იყო ასევე ევროპული საბჭოს ხელმძღვანელის ანტონიო კოშტას ძალისხმევა რუსეთთან მოლაპარაკების დაწყების თაობაზე. ეს იქ დამსწრე ბევრი ადამიანისთვის მოულოდნელი იყო. ჩვენ შეიძლება დავეჭვდეთ ანტონიო კოშტას განზრახვის გულწრფელობაში, რადგანაც მან თავისი გამოსვლა ისეთი არადიპლომატიური ტექსტით დაიწყო, ძნელი წარმოსადგენია ან რუსებმა, ან ამერიკელებმა, ან თუნდაც ჩინელებმა სერიოზულად აღიქვან ევროპის პოზიცია. The European Union ევროკავშირი არ არის და ჩვენ არც ვაპირებთ ვიყოთ შუამავლები. ევროკავშირი უკრაინის მხარესაა. ჩვენ ომის დროს უკრაინის გვერდით ვიყავით და ვართ და ომის შემდეგაც მის გვერდით ვიქნებით. ანუ ევროპელი მაღალჩინოსანი ამბობს, რომ ჩვენ მედიატორები ვერ ვიქნებით, რადგანაც ჩვენ მხარე ვართო, რომელიც ყველაფერს აკეთებს, რომ უკრაინამ ომი გააგრძელოს. სწორედ ამ ბრალდებას უყენებს ოფიციალურ ბრიუსელს როგორც რუსული, ასევე ამერიკული მხარე, მაგრამ კოშტა მალევე იწყებს რუსეთთან დიალოგის აუცილებლობაზე საუბარს. თან ამის გამართლებას, მიზეზების მოყვანას თუ რატომაა ეს საჭირო. აქამდე კოშტას სამსახურმა ორჯერ სცადა კრემლთან დიპლომატიური კონტაქტის დამყარება. როგორც დასავლური პრესა იტყობინებოდა, ანტონიო კოშტას აპარატის უფროსმა და მრჩეველმა ორი სატელეფონო ზარი განახორციელა რომელიღაც რუს მაღალჩინოსანთან. what I'm doing რასაც მე ვაკეთებ ჩემი ოფისის მეშვეობით, ესაა დიპლომატიური არხის შექმნა, რადგანაც ჩვენ მხოლოდ სხვებს ვერ დავეყრდნობით რუსული გზავნილების ინტერპრეტაციის საკითხში. ჩვენ უნდა გვქონდეს იმის საშუალება, რომ რუსეთამდე საკუთარი გზავნილები მივიტანოთ. რუსეთ-უკრაინის ომის დაწყების შემდეგ მეხუთე წელს ევრომარიონეტები მიხვდნენ, რომ სჯობს რუსეთთან პირდაპირი დიალოგი ჰქონდეთ და მესამე მხარის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაზე არ იყვნენ დამოკიდებულები. მაგრამ კოშტას ამ ინიციატივას ევროკავშირში დაძაბულობის მატება მოყვა. როგორც დიპლომატები იტყობინებოდნენ, დახურულ კარს მიღმა გვიანობამდე ყველა აღელვებული იყო. ფრიდრიხ მერცი და ემანუელ მაკრონი პირდაპირ შეეწინააღმდეგნენ ანტონიო კოშტას. მთავარი პრეტენზია კი რაც მის მიმართ ჰქონდათ, მისი მანდატის საკითხია. ისაუბროს 27 ქვეყნის სახელით. მერცს და მაკრონს მხარი დაუჭირეს ბალტიისპირეთის ქვეყნებმა, ნიდერლანდებმა და დანიამ. ეს გასაკვირი არაა, რადგანაც სწორედ ეს ქვეყნები გამოირჩევიან ყველაზე აგრესიული მილიტარისტული და რუსოფობიური რიტორიკით. როდესაც ანტონიო კოშტა რუსეთთან დიპლომატიური არხების ამოქმედებაზე საუბრობს, მისი კოლეგა კაია კალასი იმას ამბობს, რომ წინასწარ არ აძლევს თანხმობას მოლაპარაკებებზე. What is important is that მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ წინასწარ არ ვაძლევთ თანხმობას მოლაპარაკებებზე, რომლებიც მიმდინარეობს, როდესაც არსებობს მოთხოვნა ევროპასთან დაკავშირებით. ეს ძალიან მკაფიო და დარწმუნებით უნდა ითქვას, რომ ჩვენ ასეთ თანხმობას წინასწარ არ ვიძლევით მოლაპარაკებების გარეშე. სწორედ ამიტომ უნდა ვიყოთ მოლაპარაკების მაგიდასთან, მაგრამ ასევე გვაქვს მოთხოვნები რუსეთზე. თუ კი ვიმყოფებით ამ მაგიდასთან, სწორედ ეს საკითხები განვიხილეთ დღეს. როდესაც ევროკავშირის ქვეყნების უმრავლესობა რუსეთთან დიალოგის მომხრეა, გერმანიის, ნიდერლანდების და ბალტიისპირეთის წარმომადგენლები ყველაფერს აკეთებენ ეს რომ არ მოხდეს. ისინი ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებს უპირისპირდებიან და ცდილობენ ევროგაერთიანება ბოლომდე ჩაძირონ. ის ევროგაერთიანება, რომელსაც საგარეო პოლიტიკის კუთხით არც რაიმე რესურსი და უკვე რეპუტაციაც კი აღარ შერჩა საერთაშორისო არენაზე. კოშტას მცდელობების მიუხედავად, ჩვენ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ რუსეთთან მიმართებაში მოლაპარაკების დაწყების და პოლიტიკის გადატვირთვის კუთხით ევროკავშირს არათუ რამდენიმე სხვადასხვა ვარიანტი არ გააჩნია, სავარაუდოდ მათ ერთი ჩამოყალიბებული სტრატეგიაც კი არ ექნებათ. ევრობიუროკრატები საკუთარი მავნებლური და არაეფექტური პოლიტიკის ტყვეობაში არიან. ერთგვარად პოზაში არიან ჩამჯდარი და საკუთარი გადაწყვეტილებების და ტონის 180 გრადუსიანი ცვლა არ სურთ. ასე რომ რაიმეს კორექტირება თუ გადაწყდება ევროგაერთიანებაში, ეს ყოველთვის კუსნაბიჯებით მოხდება. თან სულ ცოტა ხნის წინ ევროკავშირის ტრაგიკომედიამ კაია კალასმა თავისი პირით აღიარა, რომ ირანში მიმდინარე ომთან დაკავშირებით ევროკავშირს საკუთარი პოზიცია არ გააჩნია. შესაბამისად, არც არანაირი სტრატეგია არ აქვს ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე კონფლიქტზე. იმ კონფლიქტზე, რომელიც ევროკავშირისთვის უდიდესი ეკონომიკური დანაკარგის წყაროა. the EU Middle East ახლო აღმოსავლეთზე ევროკავშირის სტრატეგია სამუშაო გეგმებშია, მაგრამ ახლა აზრი არ აქვს მის შემუშავებას, როდესაც ამდენი გაურკვევლობაა. თქვენ იცით, რომ ეს დიდწილად იმაზეა დამოკიდებული, თუ როგორ დასრულდება ეს ომი. ბრიუსელში ზელენსკის მასპინძლობის შემდეგ 22 ივნისს ევროკავშირის და მოლდოვას მეორე სამიტი გაიმართა. მოლდოვას პრეზიდენტი მაია სანდუ მისთვის დამახასიათებელი უკმეხი თავდაჯერებულობით ევროინსტიტუტების წარმომადგენლებს თხოვდა, რომ დაუყოვნებლივ გაეხსნათ ყველა კლასტერი ევროკავშირში მოლდოვის ინტეგრაციის პროცესის დასაჩქარებლად. თუმცა მოლდოვას ჯერჯერობით მხოლოდ პირველი კლასტერი გაუხსნეს. this first cluster is about აღნიშნული პირველი კლასტერი ძლიერ ინსტიტუტებს სანდო მართლმსაჯულებასა და კანონის უზენაესობას ეხება, ის გაწევრიანების მთლიანი პროცესის ხერხემალია.
დღევანდელი სამიტით ევროკავშირი და მოლდოვა კიდევ ერთ ნაბიჯს დგამენ ერთად. ევროკავშირში დაჩქარებული ინტეგრაციის პროცესი უკრაინაზე მსგავსად არც მოლდოვას არ ექნება. ამაზე კოშტამაც მიანიშნა და ფონ დერ ლაიენმაც. მიუხედავად იმისა, რომ მოლდოვა ძალიან პატარა და ღარიბი ქვეყანაა, იქაც ბევრი პრობლემა არ ბილად რომ ვთქვათ. რეალურად კი სანდუს რეპრესიული რეჟიმი ტელევიზიებს ხურავს, მედია სივრცის გაკონტროლებას ცდილობს. სასამართლო სისტემა ხელში აქვს ჩაგდებული. ქვეყნის ეკონომიკა კი ბოლო წლების მანძილზე ფაქტიურად ვერ იზრდება. მოლდოვამ ასევე ენერგოკრიზისიც გამოიარა. ენერგეტიკა კიდევ ერთი მნიშვნელოვანი თემაა. მოლდოვამ შესანიშნავ და რთულად მოსაპოვებელ პროგრესს მიაღწია რუსულ გაზსა და ელექტროენერგიაზე დამოკიდებულების შემცირების კუთხით. ვულკანეშტი კიშინიოვის მაღალი ძაბვის საჰაერო ელექტროგადამცემი ხაზი, რომლის მხარდაჭერაც ევროკავშირის გრანტებითა და სესხებით ხორციელდება, ხელშეუწყობს თქვენს ენერგეტიკულ მდგრადობას და დააჩქარებს თქვენს ინტეგრაციას ევროპის ელექტროქსელში. ის, რასაც ფრაუ ფონ დერ ლაიენი პროგრესს ეძახის, ისაა, რომ 2021 წლის შემდეგ მოლდოვაში ბუნებრივ გაზზე ფასმა 3 ნახევარჯერ მოიმატა. ამან კი გაღარიბებული მოლდოველების მდგომარეობა კიდევ უფრო გააუარესა. 2025 წელს მოლდოვამ რუსული გაზის ექსპორტზე უარი თქვა და ქვეყანამ ენერგოკრიზისი მიიღო. ახლა, როდესაც კომუნალური და ბიზნეს ხარჯები რეკორდულადაა გაზრდილი, ფონ დერ ლაიენის სიტყვებით პროგრესს ქონია ადგილი. მოლდოვა შეუძლია პირველ კლასტერში გაწერილი რეფორმების შესრულებაზე იფიქროს. თუ არ გამოუვა, როგორც სანამ განაცხადა არაერთხელ, რუმინეთს შეუერთდება, დამოუკიდებლობას და სუვერენიტეტს დაკარგავს, სამაგიეროდ ევროკავშირში შევა. აი, უკრაინას კი მსგავსი რაღაცის გაკეთება გაუჭირდება. წესით რუსეთთან მოლაპარაკებებს ევროკავშირის მხრიდან მისი უმაღლესი დიპლომატი კაია კალასი უნდა ხელმძღვანელობდეს. მაგრამ მისადმი უკმაყოფილება ბრიუსელის ბიუროკრატიაშიც უკვე ისეთ დონეზე არის მისული, რომ მას აღარც განიხილავენ ასეთი რთული და საპასუხისმგებლო როლისთვის. ამიტომაც ხდება, რომ ხან კოშტა ლაპარაკობს რუსეთზე, ხან მაკრონი და ხან მერცი და ხან ყველანი ერთად. არადა კაია კალასის თანამდებობა ოფიციალურად შემდეგნაირად ჟღერს. ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში. როდესაც ასეთი თანამდებობის პირს არც საგარეო პოლიტიკაში ენდობიან და არც უსაფრთხოების საკითხებში, ეს უკვე ბევრს ნიშნავს ევროკავშირისთვის. მე იოანე შაიშმელაშვილი ვარ, კვირაში 4 ჯერ 21 საათსა და 15 წუთზე. უყურეთ ევროკრატიას.